ესეთი გასვლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. ვიცი რომ ელოდებით ამ გაშლებს და ეს იგი საუკეთესო თემატიკა რომელიც არის თქვენთვის, რატომ დუმს გავიგოთ თქვენი პარტნიორი. Შეფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი და ენერგოცვლისთვის შეგახსენებთ, რომ აუცილებლად უნდა დაალაიკოთ, გამოიწეროთ ჩემი გვერდი, გამოიწეროთ YouTube გვერდიც, რომელიც ქუჩივე არის, აი ფოტოზე რო დააჭერთ და გადმოხვალთ. მან ფოტოს ქვეშვე არის YouTube-ის ლინკი, YouTube-ის გამომწერებმაც გამოიწეროთ ჩემი TikTok-ის გვერდი და პირადი გაშლებისთვის პირად შემომწეროთ და გეტყვით ყველა დეტალს გიპასუხებთ მე თავად. ესე იგი, ყველა დანარჩენისთვის, ვისაც უბრალოდ ისე გაინტერესებთ, 2 დღის ვადებში ვაკეთებ საშუალოდ პირადი გაშლების თემატიკა არის 2 დღის ვადები. ანუ შეიძლება იმ დღესვე, შეიძლება მაქსიმუმ 2 დღის ვადებში. რაც შეეხება ამ თემას, რატომ დუმს თქვენი პარტნიორი გავიგოთ და იმისთვის, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენ გეხებათ და თქვენია ეს გაშლა და საერთო გაშლა ყველაფერი არ რეზონირებს კიდევ ვიმეორებ. გავიგოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა, თუ ეს გაშლა არ დაემთხვევა, გადმოდით გვერდზე და ნახეთ სხვა გაშლები არჩიეთ. თქვენი ენერგეტიკა არის მე-16 მაღალი არკანი კოშკი, 10-იან ჟეზლი, 4-იან ჟეზლი. ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დამანგრეველ ენერგიებში ხართ. ახლა ძალიან დიდი ალბათობით კონფლიქტი მოხდა რაღაცა უეცრად, სრულიად მოწმენდილცაზე, რომ მეხი გავარდება და ჭექაქუხილი დაიწყება და აი ზღვის კუნძულების ტერიტორიაზე ხდება ხოლმე ესეთი აი უცებ რო ქარი ამოვარდება ბათუმშიც იცის ხოლმე ესე უეცრად ძალიან კარგი ამინდია უცებ ქარი დაუბერავს და რაღაც სასწაულები ხდება ხოლმე ამინდებში. აი ესეთი გაურკვეველი აბობოქრებული ქარბორბალა დატრიალდა ასე ვიტყოდი თქვენ თავზე უეცრად არ ვიცი სიტყვაზე წაყევით ერთმანეთს თუ რაღაცა ეჭვიანობის თემატიკა იყო რომელიც არ არის გამორიცხული მე-16 მაღალი არკანით რომელიც პრინციპში მინდა გითხრათ რომ ასეც რომ არ მომხდარიყო და ეს კონფლიქტი არ მომხდარიყო დღესდღეობით რა კონფლიქტშიც თქვენ იმყოფებით ეს კარტი არის ინგრევა ის, რასაც საფუძველი არ აქვს მყარი, მინდა გითხრათ. დღეს თუ არა ხვალ ეს კონფლიქტი და ასეთი კონფლიქტი მაინც მოხდებოდა, იმიტომ რომ ბედისგან გარდაუვალი იყო იმის ნგრევა, რასაც საფუძველი მყარი არ აქვს და ამიტომ რომ ურთიერთობა იყოს მყარი, ჭირდება საფუძველი მყარი. როგორც ჩანს თქვენ ურთიერთობაში არ იყოს სიმყარე, არ იყო ერთმანეთის ურთიერთგაგება ან ბოლომდე ნდობა და იყო ეჭვიანობა გაურკვეველი ერთმანეთთან მიმართებაში იყო რაღაცა შეიძლება ოჯახური ასე ვთქვათ სტატუსიც ჰქონდათ ამ პარტნიორთან დიდი ალბათობით არის შანსი იმისი რომ რაღაც ნაწილისთვის იყოს ეს იყო თქვენი ოჯახური კონფლიქტი თქვენი ოჯახის ნგრევის ენერგეტიკა გაქვთ ახლა მოდი ესე ვიტყვი, სადაც 10-იან ჟეზლით უკვე ძალიან რთული იყო აი ამ ტვირთის ზიდვა თქვენი მხრიდან, მისი მხრიდან, ორივეს მხრიდან, ასე ვთქვათ, თქვენი პასუხისმგებლობა გქონდათ ამ ოჯახზე, ამ ჭაპანის გაწევაზე, ამ გზაზე, რომ ერთად გევლოთ და ეს 10-იან ჟეზლი ეს არის უკვე რაღაცა 1 და 2 დღის ურთიერთობა და ოჯახი არა, ეს არის რაღაცა წლებისგან ურთიერთობა, რომელმაც რაღაც ბევრ გაჭირვებებს გაუძლო, ბევრად გაიტანა, გადააგორა ის რთული პერიოდები, მაგრამ აი ყველაზე რთული მომენტი როცა იყო და თითქოს აი ყველაზე მეტად უნდა გეცადათ, რომ ორივეს თქვენი მხრიდან, მას მისი მხრიდან არ მაქვს კონკრეტულად ნათქვამი და არ ვამბობ, რომ თქვენი ბრალია, ორივეს უნდა ჩაგედოთ ამაში ენერგეტიკა, ასე ვთქვათ, რომ გეზიდათ ეს პასუხისმგებლობა და არ დაგერღვიათ და არ დაგინგრიათ ეს კავშირი თუ ოჯახურ კავშირზეა საუბარი რაღაცნაირად უკვე აი ვეღარ ზიდეთ გართულდა ძალიან გართულდა ამ ტვირთის ტარება ამ შეიძლება კონფლიქტური სიტუაციები ხშირად გქონდათ ესეც არ არის გამორიცხული ამ კარტებით რაც უკვე რაღაც მომენტში წერტილი ისმევა და ინგრევა ასე ვთქვათ აი ძალიან პატარა შეფითილება ასე ვთქვათ ჭირდება რომ სრულიად დაინგრეს როცა უკვე ფიალა ბოლო წვეთზეა ასული და ასევე იქნება ნაწილისთვის სადაც 4-იან ჟეზლით
ურთიერთობა გქონდათ ფიზიკურ დონეზე შეხვედრები, რაღაცა სტაბილური, მოდი ესე ვიტყოდი, ფიზიკური სასიყვარულო კონტაქტები და შეიძლება თქვენი მეუღლეც არ იყო ასე იქნება ნაწილისთვისაც, რომელიც ეს სიყვარულები თავიდან ცოტა არ იყოს გახარებდათ, რაღაცა ემოციურ ფონს ბადებდა თქვენში, ისეთ სასიხარულოს და ორივეს ძალიან ხიბლავდათ აი სტაბილური სექსუალური სასიყვარულო კავშირი ასე ვიტყოდი. მაგრამ თქვენი და მას მისი პასუხისგებლობები, რომელიც ჰქონდათ, შეიძლება ის იყო დაოჯახებული, ან თქვენი ყავით დაოჯახებული, არა, ამ გაშლაში ამ ყველაფერს არ გავარკვევ, იმიტომ რომ ესეც შეიძლება იყოს და ისეც და არ ჩაუღრმავდები, რომელი იყავით ამ შემთხვევაში დაოჯახებული, შეიძლება არც ერთი არ იყავით, ესეც არ არის გამორიცხული. ბედის ბორბალით და ბედის შემოbrunებით, ასე ვთქვათ, მიიღო ამ ფორმატმა ის, რომ დაინგრა ის, რასაც უკვე თქვი, ზემოთ რომ რასაც საფუძველი არ ქონდა, დაინგრეოდა დღეს თუ არა ხვალ. და სწორედ აი ეს ციკლური პერიოდი 10-იანი მაღალი არკანი ბედის ბორბალით და გაშლას ვაკეთებ ბედის ბორბალის კალოდაზე, სწორედ რომელიც არის ბედის, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი რას და როგორ შვება, აი ამ გრევის პროცესში მოყევით, ასე ვიტყოდი, შეიძლება აი რაღაცა მიწისძვრასავით გრევა მოხდა თქვენ ფსიქოლოგიაში, თქვენ ემოციურ ფონში. რატომღაც მიწისძვრა მომდის, არ ვიცი, შეიძლება ისეც მოხდა, რომ რაღაცა დაგენგრათ ოჯახური, არ ვიცი, რაღაცა შეირყა ისეთი, რამაც გამოიწვია თქვენი გადაადგილება, ესეც არ არის ამ კარტებით გამორიცხული და ასეც მომდის ინფორმაცია, მაგრამ ეს იქნება ძალიან მცირე ნაწილისთვის, რომ შეიძლება რაღაცა გრევა მოხდა, რაღაცა ლტოლვილების სტატუსში მოყევით, გადაადგილება მოგიწიათ, არა ჩაფიქრებული, ასე ვთქვათ, არა გეგმიური, თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან იქ, სადაც ერთად იყავით, სადაც ერთმანეთს ხვდებოდით, სადაც ესეთი სტაბილური ხეზე სახლი გქონდათ, მართალია საფუძვლიანი არა, მაგრამ ხეზე სახლი მაინც გქონდათ და გახარებდათ ეს ყველაფერი და აი შეიძლება რაღაცა გაუთვალისწინებელმა სწორედ რომ მართლაც ბუნებრივმა მოვლენებმა გამოიწვია ის, რომ მოგიწიათ რა, არ ვიცი, ლტოლვილის სტატუსად წასვლა, ემიგრაციაში გადაბარგება, გადმობარგება, რაღაცა ნაწილი კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება ძალიან მცირე ამ კომპონენტში განხილული, მაგრამ ასეთიც იქნება, რომ ბედის ასე ვთქვათ, ერთგვარი ციკლური პერიოდიდან აი ესეთი რაღაცა გაურკვეველი ამოტრიალებული სიტუაცია დაგანახათ ბედმა და თუ იდენტიფიკაციას ასე თუ ისე ატყობთ, რომ თქვენია, მაშინ გავიგოთ თქვენი პარტნიორი, ვიზეთ ჩაიფიქრეთ, რატომ დუმს ეს პარტნიორი. ეს თქვენი მეუღლე იყო თუ არ იყო და სხვაზე იფიქრებთ თუ არ იფიქრებთ. ეს უკვე თქვენ იცით და ამას არ გავარკვევ, რომ ბევრი დრო აღარ ვხარჯო, თუ იდენტიფიკაციას ატყობთ, რომ ეს გაშლა არის თქვენზე, უყურეთ ბოლომდე და ყველა ვარიანტში არის თუ არ არის, ლაიკები მაინც ჩემი სიყვარული და თანადგომა გამოხატეთ და თქვენი კომენტარები, რომელიც ძალიან მიყვარს ხოლმე და მადლობა ყველას ჩადებული ენერგიისთვის. რატომ დუმს თქვენი პარტნიორი გავიგოთ? რატომ არ გამოდის კონტაქტზე, რატომ დუმს? რა შეეხლა? მისი ამბავი არის ღალატში, მინდა გითხრათ. ძალიან დიდი ალბათობით ეს ადამიანი დაოჯახებულია და აქ გაშლა იქნება იმ ადამიანზე უმეტესი ნაწილი, ვინც მისი მეუღლის სტატუსში არ არის და ისე ხვდებოდა ამ ადამიანს და ისე ქონდა რაღაცა ურთიერთობა. ასევე შეიძლება იყოს ნაწილისთვის, რომელიც იყავით მეუღლე და რაღაცნაირად ღალატს ჰქონდა ადგილი, რამაც აი ეს კონფლიქტი გამოიწვია და რღვევა და ნგრევა თქვენი ოჯახური სტაბილურობის, სადაც მესამე მხარე ქალი ხართ, კაცი ხართ, თქვენ თავზე მოერგეთ გაშლა ორივე სქესია. ღალატს აქვს ადგილი, ეს 7-იან ხმალი არასდროს არ არის გულწრფელი და ასე ვთქვათ, სტაბილური ისეთი ადამიანის, ერთგული ადამიანის, მოდი ესე ვთქვათ, კარტი, ეს არის ყოველთვის მოღალატის, ქურდი აუცილებელი არ არის, რომ ფული მოგპარათ, კიდევ ვაკონკრეტებ ხოლმე, ეს არის ემოციების მომპარავი, დროის, თქვენი ენერგეტიკის, თქვენი სულის და გულის, ასე ვთქვათ, მომპარავი და აი რომ გაიძურწება, რომ არა გულწრფელად და არა ერთგულად მოიქცევა ურთიერთობაში, სადაც მასთან არის დედოფალი
ჰაერისტიქიის წარმომადგენელი, ეს არის შეიძლება ჰაერისტიქიას წარმოადგენდეს მისი პარტნიორი, მისი მეუღლე იქნება თუ სხვა პარტნიორი, ვის გამოც მას დაშორდით. ყოველ შემთხვევაში არის ასეთი დედოფალი, რომელსაც სამყარო და ენერგეტიკა გვიჩვენებს, ეს არის ჰაერისტიქია, შეგახსენებთ ყუპების ასწორი და მერწყულის ნიშანი, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ამ სტიქიას წარმოადგენდეს, შეიძლება წარმოადგენდეს ძალოვან სტრუქტურებს ეს ქალბატონი, შეიძლება მასწავლებელი იყოს, შეიძლება კანონები იცოდეს ძალიან კარგად, ქირურგი იყოს, ექიმი იყოს, ასეც არის, არ არის გამორიცხული, ვისთანაც აქვს მას ურთიერთობა და არც ისე დალაგებული მინდა გითხრათ ამ ქალბატონს აქედან გამომდინარე თქვენთან არ გამოდის კონტაქტი.